თუ ფიქრობ, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი სკეთება გიწევს, ყველა შენ გიკითხება ყველაფერს. აი 10 ადამიანს რომ გითხავენ, მე-11 მაინც შენ ხარ, შენ უნდა გკითხონ. იცი ეს თემა, არ იცი, ერკვევი, ვერ ერკვევი, არ აქვს მნიშვნელობა. ბოლო სიტყვა მაინც ყოველთვის შენზეა. და რაღაც მომენტში ეს გიხაროდა, კარგი იყო. თითქოს რაღაცა ფუნქციური იყავი, ძალიან ცოცხალი, შენ გარეშე ნაბიჯს არავინ დგამდა და კარგი იყო. რაღაცა მაგარი ვიღაც ხარ. და უცებ გრძნობ უკვე. ემოციურად გრძნობ უკვე, ფიზიკურად გრძნობ, რომ დაიღალე. მეტი აღარ შეგიძლია. უკვე გადაიწვი. მაგრამ აი ეს ყოველდღიურობა გრძელდება. ყოველდღიურობის ნაწილია. პატარა თემებიც კი არ გულისხმობ მხოლოდ რაღაც საკაცობრიო საკითხებს. აი ყოველდღიური წვრილმანი თემებიც კი შენზე არის. აუცილებლად შენი თანხმობით კეთდება, შენთან ერთად კეთდება. მინიმუმ კითხვა უნდა დაგისვან. და გრძნობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია. გრძნობ, რომ უკვე აი ხრები დაგიმძიმდა. უკვე იმდენად გონებაში ხარ, რომ შეიძლება უკვე იმ სტადიაზეც ხარ მისული, რომ სხეული თითქმის ვეღარ გრძნობ. უკვე გაითიშა სხეული შენი გონებისგან, შენი ემოციებისგან. იმიტომ რომ ყველაფერი უნდა გქონდეს დაგეგმილი. თუ ეს ყველაფერი დაგეგმილი არ გექნება, ვერც მოასწრებ. ამდენ რაღაცას ვერ მოასწრებ, გამორიცხულია. და გჭირდება დასვენება. უბრალოდ შენ თავთან ყოფნა. მაშინ ეს ვიდეო შენთვის არის. შეგიძლია გვიყურო და რაღაც საინტერესო დეტალები დაიჭირო. მე გაგიზიარებ ჩემ თავთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, პროფესიული რჩევები, პროფესიონალების პროფესიონალური დასკვნები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ახლავს თან. მაგრამ საინტერესოა მე როგორ გავიარე და გავთვალე ამ გზას. ერთხელ რაღაც ტრენინგზე ვარ და წლების წინ დაახლოებით ალბათ 8-10 წლის წინ და ერთი ძალიან ცნობილი, ძალიან საყვარელი ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი მეკითხება, რომ მოხალისეთო ვინ გამოვაო და გავედი. და თან რაღაცნაირად ერთგვარი კოორდინატორის როლშიც ვარ ამ სიტუაციაში და ისე ძალიან ამაყად გავედი რა, რომ სხვები ესეთი რიგითი მონაწილეები არიან და მე თან რაღაცა პროცესს ხელმძღვანელობ და რატომაც არა გავედი. ეს როლიც შევიფერე და გავედი და ესეთ კითხვას მისვამს. რაღაცა სიტუაცია აღწერეს. სხეულში რას გრძნობო? მაშინ აღმოვაჩინე პირველად, რომ არაფერსაც არ გრძნობ. საერთოდ არაფერს არ გრძნობ. თურმე იმდენი პასუხისმგებლობა ავიკიდე, წამოვიკიდე მხრებზე, რომ იმდენ რაღაცაზე მაქვს საფიქრალი, იმდენი რაღაც უნდა დავგეგმო, ჩემი კი არა, სხვისი და სხვებს ვაკეთებინო, რომ სულ ვარ გონებაში. ამას კიდე რაღაცა თავის ბევრი ახსნა აქვს და მთელი ამბებია, მაგრამ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის თემაზე რომ წავიდეთ. და თურმე სულ ვარ გონებაში, სულ აქ, მუდმივად. და საერთოდ გაეთიშა ერთმანეთს სრულიად. მაშინ კიდე არ მივაქციე ყურადღება, იმიტომ რომ კი რაღაცა შოკი იყო, მაგრამ მარტივია. ყველაზე მარტივია ჩვენ თავს რომ მოვატყუოთ, ხო? და ყველაზე რთულია რომ ჩვენ თავს მოვატყუოთ. და თავისთავად მე გავიდა წლები, საბედნიერო დავირჩიე ის პროფესია, რაც ავირჩიე, ფსიქოლოგი, გავხდი კოუჩი და დავიწყე საკუთარ თავზე აქტიური მუშაობა და მივხვდი და აღმოვაჩინე, რომ ძალიან მაგარი ტიპი კი არ ვარ. თეკლა თავს უშველი, დროულად უშველე, სანამ დროა და რაც მალე მით უკეთესი. თუ გაიაზრებ შენს პასუხისმგებლობებს კარგად, თუ გაიაზრებ შენ საქმეს კარგად, შენი საკეთებელი რა არის, შენ რა უნდა აკეთო, შენი პასუხისმგებლობის ქვეშ რა არის,
ბერკეტი რაზე გაქვს? რისი ცვლილება შეგიძლია? რა შეგიძლია რომ შეცვალო? შენი საკეთებელი რა არის? სხვისი საკეთებელი რა არის? რა როლი გაქვს საერთოდ ცხოვრებაში? ვინ ხარ? მშობელი ხარ? შვილი ხარ? მეუღლე ხარ? ბევრი ერთად ხარ? რამდენიმე ხარ? არ აქვს მნიშვნელობა. შენი როლი გაქვს, შენი პასუხისმგებლობა გაქვს. ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა გადაწყვეტო. უნდა აიღო პასუხისმგებლობა. მაგრამ ყველაზე მთავარი აქ რა არის? როგორც კი აღიარებ შენ თავს, როგორც კი იპოვე შენს როლს, შენი საკეთებელი რა არის სინამდვილეში. როგორც კი აღიარებ საკუთარ თავს, რომ შენ ხარ ისეთი, როგორც ხარ. ამ თვისებები არ გჭირდება ისედმე კი რაღაც. იმის საკეთო იმის დრო იყო მნიშვნელოვანი, ისედაც ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, ისედაც ძვირფასი ხარ, უნიკალური ხარ. უბრალოდ უნდა იპოვო. თუ ჯერ არ გიპოვია, საპონელი გაქვს უბრალოდ. თუ ახლა როცა ამას უყურებ, ახლაც გრძნობ, რომ აი სულ დაჭიმული გაქვს. ეს ფიზიოლოგიურადაც აისახება. აი როგორც კი რაღაცა ამ ტიპაჟის ადამიანებს შეხვდებით, მხრებზე ეტყობა, ჯდომის მანერაზე ეტყობა. აქაც გრძნობ უკვე. ხვდები, რომ რაღაცა აქ შენს ორგანიზმთან ისეთი კავშირი და კონტაქტი არ გაქვს. ემოციას ვერ გრძნობ, იმიტომ რომ სულ გონებაში ხარ. სულ გათვლილი უნდა გქონდეს, უნდა მოასწრო 900 ადამიანის 900 თემა. და შენი რა არის? იპოვე შენი, აღმოაჩინე შენი საკუთარი. და ეს ყველაფერი რით იწყება? როგორც კი შეიყვარებ შენ თავს, როგორც კი მიიღებ ისეთ საკუთარ თავს, როგორიც ხარ, აი აქედან იწყება ყველაფერი. როგორც კი შეიყვარებ, რომ ხო, ეს ვარ, ასეთი ვარ. და მიყვარს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. და მე პოულობ, რომ ხო, ამის კეთება შემიძლია, ამის. და კიდევ არის რაღაცა კითხები და იმათ შორის ახლა რაც მახსენდება. რომ უნდა ვაცადოთ სხვებს. უნდა ვაცადოთ იმის კეთება, რაც შეუძლიათ, როგორც შეუძლიათ. შენ შეიძლება ხარ ძალიან მაგარი რაღაც საქმეში. გინდა ზუსტად ისე აკეთოს. აი რო უყურებ და ისე არ აკეთებს, აი ვერ ისვენებ, არ გასვენებს. მაგრამ მისი მაქსიმუმი ეს არის, აცადე, ყველა საქმეს ვერ გააკეთებ. აცადე, მან აკეთოს ის, რაც უნდა და როგორც შეუძლია. შენი პასუხისმგებლობა შენია, შენი საკუთარი თავია მხოლოდ. და აი როცა ამას გაიაზრებ, როცა მიხვდები, რა არის შენი როლი, შენი პასუხისმგებლობა, როგორი ხარ, რა გინდა, აი სინამდვილეში რა გინდა, გულით რა გინდა და შეიყვარებ შენ თავს, ისეთ სიმშვიდეს იპოვი, ისეთ ჰარმონიას იპოვი საკუთარ თავთან, შეურიგდები, დაუმეგობრდები. აი რაღაც სულ ბრძოლის პროცესში ხო ხარ, რომ აი კიდე არ გამოვა, ეხა გამოვა. არავის არ ეჯიბრები, რაღაც ეს გამოთქმას ხო უყვარს, რომ მხოლოდ ჩემ თავს ეჯიბრებს, თუ ეჯიბრები. დაუმეგობრდი, მიიღე. იყავი შენი თავის იდეალური, საუკეთესო ვერსია. მაგრამ არ ეჯიბრები. შვიდად იყავი, წყნარად იყავი. შვიდად შეგიძლია ძალიან ჰარმონიულად რომ განვითარდე როგორც პიროვნება. მაგრამ ამისთვის ძალიან კარგად გაყავი საზღვრები. შენ სად ხარ, სხვა სად არის. შენი საკეთებელი რა არის სინამდვილეში. შენ რისი ცვლილება შეგიძლია. რა გინდა? გულით რა გინდა? ემოციის განცდის დონეზე რა გინდა? დაფიქრდი, სულ დაფიქრდი. სულ იფიქრე, რა გინდა? რა უნდა აკეთო, კარგად იცი. ბევრმა გითხრა უკვე და წლებია იცი რომ ეს უნდა აკეთო, მაგრამ შენ თვითონ რა გინდა? და მოდი იფიქრე, შენ რა გინდა?
რატომ გინდა? და მე იპოვი ნაბიჯებს შენ თავთან დამეგობრებით, როგორ უნდა აკეთო ეს, როგორ უნდა მიიღო სიამოვნება პატარა მომენტებისგან, აი პატარა მომენტებს შექმნი თითქოს უმნიშვნელოს და იგრძნობ, რომ გიხარია, ბედნიერი ხარ, ყოველდღიურობით ტკბობას ისწავლი. როცა ამ ზედმეტი ვალდებულებებისგან გამოხვავ, გათავისუფლდები. აი ამ სიმძიმეს ჩამოიხსნი. ძალიან რთულია. ურთულესია, იმიტომ რომ ეს როგორც წესი იწყება. ბავშვობიდან რაღაც როლი მოგვანიჭეს, მერე ჩვენ თვითონაც შევედით ამ როლში, რომ ხო, აქ ვარ მე მნიშვნელოვანი. კარგი ვარ, როცა ესეთი ვარ, მოვწონ ვარ, როცა ასეთი ვარ. და ეს ძალიან გასაგებია. კი, მაგრამ თუ ჯერ არ გრძნობ, თავს ცუდად იგრძნობ. და რომ იგრძნობ, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს იქნება სიგნალი, რომ თავს უშვებო. და შენ თუ უნდა უშვებო თავს. კი, უნდა იგრძნო, რომ კი, ეს ის დროა. ახლა უნდა დავიწყო. და რა უნდა დავიწყო? ჩემ თავს უნდა მივხედო, საკუთარ თავთან დავრჩე. გავიცნო, როგორი ვარ მე. როგორი ვარ. რომ შევიყვარო ჩემი თავი. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე ძვირფასია შეიყვარო შენი თავი. შეიყვარო შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ. გიყვარდეს საკუთარი თავი შენი უნიკალურობით, შენი ღირებულებებით, შენი ფასეულობებით. და შენ თუ სულ სხდის საფიქრალში ხარ, ვერ მოიცლი შენი თავისთვის. არ არსებობს, გამორიცხულია, ვერ მოიცლი. შენ გჭირდება ჯანსაღი ფსიქიკა, შენ გჭირდება ჰარმონია საკუთარ თავთან. ამიტომ თუ ახლა ამას უყურებ, დაფიქრდი. შენ რა უნდა აკეთო სინამდვილეში? რისი კეთება გინდა? რა გინდა რომ აკეთო? როგორ იქნები ბედნიერი? როგორი გეყვარება შენი თავი? როგორ უნდა გაიცნო საერთოდ შენი თავი? დაიწყე საუბარი საკუთარ თავთან. დაიწყე მსჯელობა საკუთარ თავთან. რაღაც რომ შეგაწუხებს, ხრებზე დაგაწვა, რაღაცა გული აგიჩქარდა, თითქოს ჰაერს ვერ გრძნობ, სუნთქვა გჭირდება, განიშნებს. ბირის, შენი ფსიქიკა უკვე მარტო აქ აღარ ყვირის, უკვე ფიზიოლოგიურადაც ყვირის. განიშნებს, რომ შენ ახლა გჭირდება შველა. ნამდვილად გჭირდება შველა. ამიტომ მოსმინე. როცა რაღაც გეტკინება, როცა რაღაც დაძაბულობას იგრძნობ, მაშინ მეწამალს მუდარებ. მოსმინე, გეუბნება, გელაპარაკება, განიშნებს რაღაცას. როგორც კი მოსმენ, მიხვდები. და თუ შენ ის ადამიანი ხარ, მთელი ცხოვრება, რომ ყველას პასუხისმგებლობა აიღებ, ყველა საქმე შენ წვეთ, უკვე სიმძიმეს გრძნობ, განსაკუთრებით მოусმინე, იმიტომ რომ აუცილებლად განიშნებს. როგორც კი შენ იღებ პასუხისმგებლობას ვისაც, რა თქმა უნდა, სხვა იცნის ამ პასუხისმგებლობას. და რა თქმა უნდა, შენ რომ ორჯერ გააკეთებ და მესამედ არ გააკეთებ, უკმაყოფილოდ აღრჩება, რომ როგორ არ გააკეთებ. იმიტომ რომ უკვე ამ როლში ხარ. მაგრამ გარისკი შენი თავისთვის, შენი საკუთარი თავისთვის, შენი ბედნიერებისთვის, იმიტომ რომ იყო ბედნიერი, იყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან. გიყვარდეს, პირველ რიგში შენი თავი გიყვარდეს. იმედი მაქვს, მნიშვნელოვანი სიტყვები იყო. იმედი მაქვს, რომ შენთვის მნიშვნელოვანს მოусმინე. მაგრამ ვინც არ უნდა იყო, რა თემით, რა საკითხით, ხო? შენი თავი აუცილებლად უნდა გიყვარდეს. საკუთარი თავის შეყვარებით, სიყვარულით იწყება ყველაფერი. იმედია მართლა საინტერესო იყო. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი. გითხარით, რას ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად საინტერესო არის მსგავსი ტიპის თემებზე მსჯელობა, რომ მომავალში შემოგთავაზოთ. მომავალ შეხვედრამდე.